მოგესალმებით მეგობრებო. აბა როგორ ხართ, როგორ ბრძანდებით, როგორ გიკითხოთ? გესმით ჩემი ხმა? წესით კი. წესით გესმით. აბა. ხარი სასეირნოდ წავიდა. ხარი არის ჩვენი მეზობელი როტვეილერი. აი მე ხალხო რამდენი წლის განმავლობაში ვიღებდი ბლოგებს და ვმუშაობდი ხალხთან, ანუ თქვენთან. მაგრამ ჩემი აუდიტორია სხვანაირია, ისო ვამბობდი მაგას, მაგრამ ეხლა კიდე უფრო დავრწმუნდი. ანუ ადამიანები ხალხო 3-4 აბზაცის წაკითხვას ვერ ახერხებენ და როცა რაღაცას გეკითხებიან, მათ პასუხს უბრუნებ მათივე კითხვაზე 3 აბზაციან ჩამოყალიბებულ ტექსტზე და ადამიანები იგივეს გეკითხებიან. ანუ ხვდები, რომ ამ ადამიანებმა უმეტესობა უბრალოდ არ წაიკითხა, ვერ წაიკითხა 3 აბზაცი. აი და ესეთი ადამიანები არიან მაქსიმალურად მოუთმენლები, მაქსიმალურად ეჭვიანები, მაქსიმალურად დამბრალებლები სხვისკენ, სხვაზე. ანუ ყოველთვის რომ დამნაშავეს ეძებს სხვაგან. ანუ ესეთი მდგომარეობა თუ იყო მთლა ესეთი, მე არ ვიცოდი მართლა. გუშინ საზამთრო ვიყიდეთ. მე არ ვიცი, არ მახსოვს ჩემო ძვირფასებო. აი ეს დრო ეხლა რაც არის პერიოდი და ამ პერიოდში რომ საზამთრო 2 ლარი ღირებული იყო, რა ვიცი. არ მახსოვს. 20 ლარი ღირს საზამთრო რო იყიდო. ანუ გუშინ ვიყიდეთ საზამთრო მეორედ ამ წელს და 20 ლარი ღირს საზამთრო რო იყიდო. მე არ ვიცი. რა უნდა ვთქვა? სულ უნალექოს ვსვავ. ანუ ნალექიანს არ ვსვავ, ძალიან იშვიათად, მაგრამ უმეტესად ვსვავ უნალექოს. ჭიქასაც მოვიტან. და სავასველი სალფეტკი ავიღოთ. და გადავწმინდოთ. აი ასე. ეხლა არის ადრე. ადრეული დილა. არ ვიცი, შეამჩნევდით ალბათ კიდევაც.
გამომყევი აჭარაში კი არა. საზამთრო ვერ გვიყიდი ახლა. იმის თანაფასებია. წელს არ ვიცი, ბათუმში წასვლაზე მართლა არ ვიცი არაფერი. იმიტომ რომ ჯერ ერთი მთელი ივლისი წვიმს. მე აგვისტოში ხო საშინელი საცობებია მთელს, რა ვიცი, დასავლეთისკენ მიმავალ გზაზე. დებილიკადა. ჩემი დებილიკადა. ოტიკო. ვიღაც დაინახა. ოტო. ვის უყურე? ხოდა ანუ აგვისტოში კატასტროფა იქნება. ფული არ მაქვს. საერთოდ ყოველ წელს მთელი წელი ხო ვაგროვდი, ხოლმე წელს ვერ მოვაგროვე. ანუ ახლა ამ თვესაც დავამატებ, მაგრამ არ ვიცი ამდენად ეყოფა. იმიტომ რომ ჯერ მარტო ბინის ქირა რაღაც და მე რამდენი ვართ და რა ვიცი, ყველაფერი ზვირია. და თან კიდე, ანუ აი საშინელი აგვისტოში სულ არის ხოლმე გადაძაბული იქაურობა. მე რომ წავედ ძაღლით და კატით და საერთოდ არც დამიწყია ძემ როგორი მისკდება საერთოდ რას ვიპოვით და როგორ ვიპოვით, იმიტომ რომ სად დავტოვებ ან ერთს ან მეორეს ორივე უნდა წავიყვანო. და ისა რავი, აი მართლა ვერნერ გვიწამგინია წელს წასვლა. ხოდა ჩემ აზრსაც შეეხება გამომყევი აჭარაზე ერთი ამბავი რო ატეხილი. მაგასაც გეტყვით ოღონდ მოდი ჯერ ყავა დავისხათ, ეს გამობძანდა ჩემი ქალბატონი. ოტოს ამბავსაც მოგიყვებით. ბარემ. რა დაიმართა ამ დებილმა იკადასცინის მეორე სასულზეა გამოკეტილი და აქაც კი რაღაცა შემთხვა ცივნიავს არ აკარებენო და გასარეცხია რაღაცები არ მიაქციეთ ყურადღება. 6-4-გან ვმუშაობ ხალხო და დრო ნამდვილად არ მაქვს ჯერ არასდროს არ მიყვარდა და ახლა კიდე დროც საერთოდ არ მაქვს. ტელეფონი არ დამივარდებოდეს ნეტა ხელიდან. ესე. ხო, ეხლა მოგიყვებით. ჯერ გეტყვით აზრს და მერე მოგიყვებით ოტოსამ. რაც შეეხება ჩემ აზრს გამომყევი აჭარაზე ერთი ამბავი რო ატეხილი. ანუ მე ერთის მხრივ მესმის ინფლუენსერების, იმიტომ რომ ეს არის მაგათი სამსახური და ვიცი რამდენად რთულია და რამდენი დრო ენერგია ჭირდება კონტენტის შექმნას, მით უმეტეს გადაბარგებას და გადაბარგებას, იქ ცხოვრებას, კონტენტის შექმნას და ასე შემდეგ. მე ადანაშაულებენ ფულის გამოაკეთებთო და ხო, ფულის ანუ ვინც ამბობს რომ ამას სიყვარულის გამოაკეთებს, ალბათ ნაწილობრივ სიყვარულიც არის და უფულოდ არ მგონია რომ წასულიყვნენ და გაეკეთებინათ და ფულიც რა თქმა უნდა ფაქტორია, თუმცა მაგის გამო მე ახლა არავის და ვერავის ვერ დავადანაშაულებ, იმიტომ რომ ადამიანები ვართ და ჩვენ სამსახურში რომ ჩვენი ხელფასი ავიღოთ, ეს ნორმალურია, მაგრამ მე არ მომწონს თვითონ დამოკიდებულება, ანუ რას გულისხმობ, რომ
ჩვენი კურორტები რეალურად ჩვენთვის არ არის და ანუ არც ვიცი ვისთვის რეკლამდება საქართველოში ეგ ყველაფერი, იმიტომ რომ რეალურად რუსებით არის სავსე მთელი ბათუმი და ეხლა მეტყვიან რუსების საწინააღმდეგო რა გამოჩნდებიან ზუსტად ვიცი კომენტარებში ადამიანები და მე კონკრეტულად ერთი რუსი ადამიანის წინააღმდეგი კი არ მაქვს, ანუ მე არასოდეს არ ვიყავ ისეთი ადამიანი, ვინც ადამიანებს ანსხვავებდა თუნდაც ეროვნებით, მაგრამ ყველა მიცის ჩვენი პოლიტიკური მდგომარეობა და ერთმანეთთან დამოკიდებულება არა მარტო დღეს და ბოლო 100 წლის განმავლობაში, არამედ მთელი საუკუნეების განმავლობაში, ხო? მე არ ვიძახე რომ გავცვირდეთ და ომი დაუწყოთ, მაგრამ ანუ რეალურად ვფიქრობ, რომ გვჭირდება ჩვენ ტურისტი არა მხოლოდ რუსი და კამპანია ჩემი აზრითაც სწორედ აქეთკენ უნდა იყოს მიმართული, რომ რაც შეიძლება დიდმა მასებმა გაიგოს საქართველოს შესახებ, საქართველოს კურორტების შესახებ და სვენებელი ადგილების და რაც შეიძლება მეტი ხალხი ჩამოვიდეს. ანუ რეალურად საქართველოში აი მართლა რა ვიცი, მე ბოლო წლები რო დავდივარ, ესე იგი ყველა, ანუ მიმტანები რუსულად ლაპარაკობენ, მე რო სუში ბარს მივწერე რუსულ ენაზე, მიპასუხეს, როლები რო გვინდოდა და აღარც მიმწერია მერე, იქ ბათუმში რო ვიყავით, რო შედიხარ კაფეში რუსულად არის ყველაფერი გამოკრული და სულ რუსული საუბარი ისმის დამსვენებლების მიერ და ანუ რეალურად ძალიან გული მწყდება იმაზე, რომ ქართველები მომსახურე პერსონალიღა არის საკუთარი ქვეყნის დასასვენებელ ადგილას. აი ამაზე მწყდება მე გული და ეს რო რაღაცნაირად ვერ რეგულირდება ქვეყანაში და ქვეყნის მიერ, ხო, აი ეს. თორე ხა კონკრეტულად ბლოგერები ვერაფერს შეცვლიან, კრეატორები ვერაფერს იზავენ, აკეთებენ იმას, რაც შეუძლიათ, მაგრამ ამ ხალხის გაღიზიანებაც, რომელიც საკუთარ ქვეყანაში დასასვენებლად ვერ წასულა კი არა და საზამთრო ვერ უყიდია, მე ძალიან კარგად მესმის და ანუ ორივე მხრიდან შემიძლია რომ შევხედო ამ ყველაფერს. თუმცა ისიც არის, რომ რაღაცა ძალიან დიდი ხელოვნურობაც ეტყობა მაგ ყველაფერს. მე საერთოდ არ ვიცი, მიყვარს ბევრი ადამიანი უყურებს ქართულ სივრცეში ადამიანებს, ვისაც სიყალბე ეტყობათ. დადგმული სცენარებით და სიყალბით და ანუ მე სიყალბეს მაშინვე ვხედავ და ანუ არ შემიძლია რომ ვუყურო მაგას რა. მე ვერ ვუყურებ და თუმცა ვამჩნევ იმასაც, რომ ბევრი ადამიანი სიამოვნებით უყურებს ეგეთ რაღაცებს და ну ყველას რა თქმა უნდა თავის გზაზე გაუმარჯოს, კრეატორსაც, მაყურებელსაც, მეც და ყველას თავისი აზრით და თავისი გზით. ხო, ეს იყო ჩემი აზრი მაგასთან დაკავშირებით. კიდე რაღაცა იყო, რაღაცა და მინდოდა ჩემი აზრი, მე თქვა იმ დღეს რაღაცა სიტუაცია იყო და დამავიწყდა, უკვე გაიარა იმ სიტუაციამ და დამავიწყდა. ხო, ახლა ოტოს ამბავი და მოგიყვეთ კიდე. ესე იგი, კვირას. კვირა იყო, ხო. საში ვართ რა, ყველანი და რაღაცა საშინელი ხმები მესმის და მეგონა რომ ევა ჩამოვარდა სკამიდან ან რაღაც აი ბრახუნის ხმა და საშინელი ხმები ოღონდ. ნამდვილად ვერ ვიფიქრებდი რომ ეს ხმა იყო კატის, ანუ ადამიანის ხმასავით იყო რაღაცა აი რომ აღმოხდება ხმა, ოღონდ კატისას არ გავდა. ხო და იქით აივანზე, აქეთ არა, იქით აივანზე ოტო აი ეს ზემოთ ჰაერში ხტოდა. დარბოდა და ხტოდა, ანუ ვერ გავიგე კატას რა დაემართა. და მე იქ ერთ ადგილას მიიყუჟა, დაჯდა და ვხედავ, რომ აი ეს უსივდება. ოდო. იქბინეს? ოდო.
ოდო. და მივხვდი, რომ ეს დასდევს და იჭერს სულ ბუზას, ან ბუზს არ ახარებს სახლში და აქ ხო ფუტკარი და კრაზანაც და ფრინავს და ვიფიქრე, რომ უეჭველი რომელიმე დაიჭირა, ფუტკარი ან კრაზანა და მაგათმა რომელიმე მათგანმა უკბინა. ენაზე, აქ ნაკბენი. წავედი. ვეტ კლინიკის სანახავად ღია იყო თუ არა და დაკეტილი იყო. დაკეტილია ეს ვეტ კლინიკა ხალხო. იმიტომ წავედი სანახავად, რომ ეს ისეთი კატაა. მე და თორნიკე გზაში ლამის შეგვჭამა მაშინ რომ წავიყვანეთ და ის ვეტ ექიმმაც გარედან დააწონე მსი და ისე გამოიყვანა, თორე შემჭამსო ესო ვერ გამოვიყვანე. ხო და დიდი და ძლიერი კატაა და ამიტომ ამისი თან ის მყარი გადამყვანი ხო არ მაქვს, რბილი მაქვს და თან შეშინებული იყო, იმალებოდა, თან ეს შიგნით ხედავ რომ უსივდო, მეთქი რა ვქნა. შევედი ვეტ აფთიაქში. ვეტ აფთიაქში მითხრეს, რომ ვეტ აფთიაქში კი არა, ზოომაღაზიაში. აქ არ არის ვეტ აფთიაქი. ზოომაღაზიაში შევედი და ზოომაღაზიაში მითხრეს, რომ მაგ დროსო ვიცითო, რომ დექსას ალევინებენ ხოლმეო და აფთიაქში იკითხეო, ჩვეულებრივ ადამიანის აფთიაქში. შევედი ადამიანის აფთიაქში, კი ადამიანები ალერგია როცა აქვთ უცებო, სვამენო დექსას და ალბათ კატისთვისაც შეიძლება კონტუზები არ ვიცითო. ხო და შევედი ავიყიდე დექსა, შპრიცი, წამოვედი სახლში, მქონდა კონსულტაცია სამხელოვნურ ინტელექტთან, ორთან. და ესე იგი 1 მილილიტრი ხო არის დექსა და აი დანაყოფი ხო აქვს შპრიც 1-მდე. ანუ სულ პირველი ნიშნული ამდენიც არის. 0.1, აი მაგდენი უნდა შეასხაო. და უნდა შეასხაო 24 საათში ერთხელ მაგდენიო რა და შევასხი. ესე იგი პირს ვერ ხულა და ესე დასციებული ქონდა სულ და შევასხი. ცოტა ხნის მერე დაახლოებით 5-6 საათის მერე პირი დაკეტა. ბოლომდე ვერა, მაგრამ ანუ უკეთესობა ქონდა. და საჭმელის ჭამასაც ვცდილობდა ის ვუყიდე ჟელეები და ისეთი კორმები როა. ჯერ სნექი ვუყიდე პატარა ესე რომ დააჭერდა რომ გამოდის და მე მოგვიანებით რომ მივხვდი რომ ეს მალე არ გავვლი და ჟელეებიც ვუყიდე. სხვადასხვანაირი ჟელეები. ეხაც მაგას ჭამს ჯერჯერობით. ხო და ის აი ესე ჩამოსდიოდა დორბლი. ორჯერ მეორე დღესაც შევასხი დექსა, იგივე 0.1. მეტი აღარ შევ, მეტი არ უნდაო. და ეს დორბლი ისევ ჩამოსდის. აი ამებზე ჩამოსდის, ვერც იბანს, მაგრამ ვერ იბანს კარგად, მეც ხელს არ მაკიდინებს. ჯანზე არის, ჭამს. ის რა ქვია, იბანს ხოლმე როცა შეუძლია. წყალის დალევა უჭირს და ამიტომ კორმს ვუსხავ წყალს კორმზე და მაგას რო ჭამს წყალსაც იღებს და ეს ჟელეებიც რაც გვაქვს. ჩვენ ხო სითხეებს შეიცავს ასე თუ ისე. იმიტომ რომ აი ენის წვერზე აქვს ნაკბენი და აი ესენი. და კიდე აი ესეთი მოვიდა ნახე. ესეთები კიდე. ჭამა გინდა? სულ ჭამა რატომ ინდა? ხო გაჭამე. ჭამა ხო კაი კიდე გაჭამა. ჭამა. შენ ხატრაკი კატა. ხო, ეხლა ერთი წამი გავხსნა.
ო, მაცა. დაიცა, მე არ შემჭამო შენი ჭირიმე. ნუ ჩხუბობ. ახლა დავასხავ და ჭამე. მაიმუნი კატახა შენ. სუშია. ჭამე. ნუ წუწუნე, ვაგე, ჭამე. მიდი. არ მომწონს წუწუნა. აი მეებს კიდე ხევს, მე 3 პარკი დამიხია. მუკბანგი მოგასმენოთ. არა, ეს არ იჭმება. არ ვიცი გაიგეთ თუ არა, მაგრამ მოკლედ ჭამს თავი ნაკბენიენით. დორბლ მომდინარით. აი მე. ხო და მოკლედ ესე. ესე შემოკარგებოდა ძვირფასებო. ესეთი ამბები და იკა დასილის მეორე სართულზე არისო. ეს აცვინიებს არ აკარებენო და კატა მაინც დორბლ ჩამომდინარე დადის. ანუ თუ არ ჩავთვლი იმასე დორბლი ჩამოსე, ანუ სულ ბოლომდე პირს ვერ ხურავს, იმიტომ რომ ეს წვეტზე აქვს, ანუ ესეთი დასიებული ქონდა, საერთოდ ვერ ხურავდა ამას, მაგრამ ეხლა ანუ უბრალოდ წვეტს ვერ ადებს ბოლომდე რა და სულ ცოტათი პირი ოდნავ აქვს ღია და იქინ მოზდის ეს დორბლები. ხო, მაგრამ ნუ ყოველ დღე უკეთესად აი ჭამს, სვავს, შვება, ხასიათზე არის. ნუ ეს არ მოსწონს ხალდია და არც მომწონს. სვერისადმი დღეში ერთხელ გუწმენდა, მაგრამ დედა დარშველის თვითონაც ცდილობს რომ დაიბანოს, მაგრამ ეს ენახოთ კივა და კი იბანს, მაგრამ ისე მაინც ვერ იბანს, როგორც უნდა თვითონაც რომ დაიბანოს. ხოლმე მოკლედ აი ესეთი ამბავი. კიდე იცით რას დავაკვირდი? ადამიანებს იმდენჯერ მოატყუეს ცხოვრებაში. რომ მიდრეკილებიან არიან ადამიანები, რომ იფიქრონ, აი ყველა ატყუებს, ყველა აფერისტია, რაღაცა შეპირდები და არ გააკეთებ და ანუ ეგრევე გიყურებენ, მაშინაც კი თუ შენ გააკეთებ და თვითონ ვერ ნახარ რომ შენ გააკეთებ, ეგრევე გიყურებენ, რომ აი შენ მოატყუე, აი როგორც მოატყუეს 1000-ჯერ, შენც ეგრე მოატყუე. ძალიან გულმტკივა ეგეთ რაღაცა, იმიტომ რომ მეც ცხოვრებაში ძალიან ბევრჯერ მქონდა, რომ ისეთმა ადამიანებმა მიიღალატეს და ისეთმა ადამიანებმა გადამაგდეს, მომატყუეს, რომ აი ცხოვრებაში რომ ვერასოდეს ვერ წარმოვიდგენდი მაგ ადამიანებისგან მაგას, მაგრამ მე გადავწყვიტე, რომ ყოველ ახალ ადამიანს ვენდო ისე, თითქოს არავის არასდროს არ მოვუტყუები ვარ, არ უღალატია და არ გაუსრულებია ჩემთვის იმედი. ხო და ადამიანთა უმეტესობა კიდე ამ შიშის გამო აგრესიულია გამხდარი და როცა შენ ცდილობ რომ დაეხმარო, იმ დახმარებას არ იღებს. იმიტომ რომ ეს შინია და აი ჯავშნოსანივით არის ესე შეკრული რა და ამიტომ ჩემი აზრით ეგ ძალიან ცუდი რაღაცაა. შენ თავს თითქოს იცავ ტკივილისგან, მაგრამ სინამდვილეში სამყაროს კარს უკეტავ იმისთვის, რომ დაგეხმაროს. და თუ რომელიმე ადამიანი მისმენს, რომელსაც ძალიან ბევრჯერ ატკინეს და ეხლა ყველა სეჭვისთვარით უყურებს და იკეტება, იცოდე რომ სამყაროს უნდა რომ ჩემი პირით შენ გითხრას, რომ გაიხსენი, გჯეროდეს, წინა ახალ ადამიანზე წინას მიხედვით ნუ იმსჯელებ და მიეცი შანსი სამყაროს, რომ სიკეთე მოვიდეს შენამდე. ფაქტი არ არის, რომ ისევ არ გეღალატებენ და ისევ არ გეტკინება, მაგრამ ასე შანსი გექნება, რომ სიკეთე, რომელსაც სამყარო გამოგიგზავნის, მიიღო და კარი არ მიუკეტო და კართან არ დარჩეს გარეთ. შესაბამისად, ესენი იყო, რაც მინდოდა რომ მეთქვა.
წავალე ხა ჩემს საქმეებს დაუბრუნდები. მარათონი მოურჩა ჩვენი გოგოებო, ახალი მარათონი იწყება. იწყება 16 ივლისს და მაქვს 70%-იანი ფასდაკრებით, ანუ 30 ლარად, მხოლოდ 30 ლარად მექნება ზაფხულის ბოლო მარათონი. ზაფხულში მეტი მარათონი აღარ იქნება. ეს იქნება ზაფხულის ბოლო მარათონი და იქნება დიდი ფასდაკლებით, იმიტომ რომ რაც შეიძლება მეტმა ადამიანმა ისევ და ისევ შეძლოს, რომ მინუს კილოგრამებით შეხვდეს ზაფხულს და შვებულებას. მე ვიცი, ამდენ მნიშვნელოვანია ეს ადამიანებისთვის, განსაკუთრებით ჩვენთვის, ქალებისთვის და ამიტომ აი მე წუხელად ამას იზმრა იცით, გაგაცინოთ ახლა. რომ ახალი მარათონი დაიწყო, ხო და ისა, ყველას ვეკითხები, რა თქმა უნდა, ხო ქალია, ხო რიცხავს იმას, თანხას, სახელი გვარი ხო ქალის უნდა, ანუ ყველას მამოწმებ, რადგან გოგოები ვართ სულ და შეიძლება რაღაცა ისეთ თემაზე ვისაუბროთ, ან რაღაცა ისეთი ფოტო დავდოთ და ანუ ხა კაცი რო იყოს, არ მინდა რა და წუხელ სიზმარში ვნახე, რომ ერთი ვიღაცა შემოიპარა მარათონში კაცი და მე იქ აღმოვაჩინე შემთხვევით და ვაიმე, ვფიქრობდი ხო მე ერთო რა ვქნა, მეთქი, ეხა ჩემი გოგოები რას იფიქრებენ, ნინი კაცი მიიღო, ვაიმე და აი ამ ამბებში გამეღვინდა. ემიტომ რა კაცებიც იწერებიან ხოლმე რა, რომ უნდათ, მაგრამ ეხლა კაცების მარათონი არ მაქვს და რა ვიცი, საიდან ჩამყვა ეგ ფიქრი, არ ვიცი. მოვიდა ხარი. ხარი მოვიდა. ისეთი ლამაზი როტვეილერია, ხარი. TikTok-ი აქვს თავისი სხვათა შორის. ხარი. გვარი დამოვიწყდა. კარგი ძვირფასე ბაბა, კარგი დღეს გისურვებთ, შემოგირბინეთ, კიდე შემოგირბენთ ხოლმე. ჩემთვის ძალიან ტკბილია ასეთი დილის ვლოგები. ხა წავედი საწოლში, წავგორდი ცოტა ხანი და თან წავიღე ჩემი ლეპტოპი, ტელეფონი, ეს ტელეფონი, მეორე ტელეფონი, ლეპტოპი და ტაკ 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 ტაკ.